ძალიან საინტერესო იქნება ვნახოთ საჯარო გაშლის სახელწოდებით ებრძვის თუ არა ვინმე თქვენს ურთიერთობას. ანუ ამ კონკრეტულ მომენტში არავინ სხვათა შორის იყო რაღაცები, რომ აი მართლა ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანით დაშორებულიყავით, მაგრამ აი ახლა თითქოს ყველა მიხვდა, რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. და ახლა თითქოს არავინ და არაფერი არ არის, ვინც ებრძვის თქვენ სიყვარულს. პირიქით, აი ეს თავისთავად პროცესებად ყალიბდება და რაღაცნაირად თავისთავად ხდება ეს მოვლენათა ცირკულაცია. და ამ ენერგიებში ხართ თქვენ ორნი, სადაც რაღაცნაირად სიმშვიდე გაქვთ და მოგწონთ ეს სიმშვიდე. აი მოგწონთ ეს საკუთარ თავთან დაფიქრება. მოგწონთ ის, რომ ერთმანეთს დროს აძლევთ დასაფიქრებლად. აი მოგწონთ ის, რომ მუშაობთ ურთიერთობაზე. და განა ვინმეს შეიძლება ისეთი მტერი ყავდეს, როცა ამხელა ძლიერი სიყვარული არსებობს და ვინმე განამოგერევად, როცა ამხელა ძლიერი სიყვარული არსებობს. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ადამიანები ნეგატივს იმეტებენ ადამიანებისთვის და ერევიან და ბოროტად იქცევიან, მაგრამ ყველანაირად ბოროტება ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს მაინც სიკეთე და მე მჯერა რომ სიკეთის სხივი ყოველთვის გამართლებს ენერგეტიკულად და სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტების. არ არსებობს, აი შეიძლება გეგონოს, რომ წააგეო ბრძოლა და ხო აი ვიღაცა მოიგო ბოროტებით, მაგრამ არა. იმას ისეთი ცუდი რაღაც შეიძლება რომ დაიმართოს, რომ თვითონ თავის თავს დააძიანოს. ამიტომ არა, არ რჩება რა არავინ ისე რომ ბოროტებამ გაიმარჯვოს. პირიქით, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და სიკეთე ყოველთვის ძალიან კეთილი და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ცნებაა ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც უნდა გავითავისოთ. პირველი და 10 ივნისის ჩათვლით, რომ მაქვს 50%-იანი დასაკლება, იცით ხო და რა ვიცი, იჩქარენ თუ არ ჩაწერილ ხართ, გელოდებით ჩვენთან კონსულტაციებზე. დრაივით.